თქმა უნდა ის რომ პროტესტი არ ყოფილა რაღაც რამდენიმე დღიანი რაღაც ამოხეთქვა უკმაყოფილების ეს სრულიად სulis სურათს ჩვენ ხედავთ რომ პროტესტი არის განგრძობითი ჩვენ ხედავთ რომ საქართველოს მოქალაქეებს ბოლო მათი იმედი იყო არჩევნები და ეს არჩევნები წაართვეს პლუს ამისა მთავრობამ უკვე არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა რომ მოწინააღმდეგე მხარე ამ ოპოზიცია პლუს საზოგადოება იყო საკმაოდ სუსტი და გადაწყვიტეს ყველაფრის ერთი ხელის მოსმით დამთავრება და შეწყვიტეს ოფიციალურად უკვე ევროინტეგრაცია, რამაც რა თქმა უნდა მათ არ ქონდათ ეს მოლოდინი, რომ ამხელა აფეთქებას გამოიწვევდა საზოგადოებაში, ამხელა უკმაყოფილებას და ეს უკმაყოფილება უკვე თითქმის ერთი თვეა გრძელდება და არ უჩანს არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ ეს უკმაყოფილება შენელდება პირიქით, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანის, უფრო და უფრო მეტი სეგმენტი საზოგადოების ხედავს, რომ ქართულმა ოცნებამ მათივე ამორჩეველსაც უღალატა, იმ არანაირი ღირსებით ევროპისკენ არ მიდის, ის მიდის პირდაპირ რუსეთისკენ და ძალიან საშიში ტემპით უახლოვდება რუსეთს. ამიტომ საზოგადოებაში ეს მუხტი და ეს ტალღა სულ უფრო და უფრო გაზრიერდება. ხალხი მიხვდა, რომ ეს არ იქნება ერთდღიანი და ორდღიანი ბრძოლა, ამიტომ უკვე გრძელვადი ამ ბრძოლის რეჟიმზე არის გადასული ხალხი და ქართულ ოცნებას თუ კი ეგონა, რომ თავიდან დრო მის სასარგებლოდ მუშაობდა, ეხლა ნაკლებად არის დარწმუნებული. აქ რა თქმა უნდა, ერთი დიდი კომპონენტი არის საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული ქართველი ხალხის პოზიციაზე და მის ასე ვთქვათ განგრძობით პროტესტზე. იმიტომ მართალია ნელა, მაგრამ ეს პროცესები საერთაშორისო თანამეგობრობაში დაიძრა, არც ერთ ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოს და გაერთიანებას არ უღიარებია ეს არჩევნები და ეს ხელისუფლება, მას მიმართავენ როგორც ქართულ ოცნებას და არა როგორც ვთქვათ პრემიერ-მინისტრს ან საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ ხედავთ რამდენად აწუხებთ ეს მდგომარეობა ქართულ ოცნებას და რამდენად ეჭიდებიან ყველანაირ ნიშანს, რომ თქვან რომ ეს აღიარება ხან შეგაწყვეტინათ, იმიტომ მინდა საერთაშორისო აღიარების თემაზე ბოდიში ხდით გაგაწყვეტინოთ, საერთაშორისო თემაზე მინდა კიდევ უფრო ვრცლად და დეტალურად განცხადებებით ვისაუბროთ, რადგან შიდა პროცესის და პროტესტის დინამიკის აღწერით დავიწყეთ პოლიტიკურ აქტორებზე, შიდა პოლიტიკურ აქტორებზე მინდა გკითხოთ, რამდენად მიყვებიან ესენი ამ პროცესს. სალმე ზურაბიშვილი და მასთან ერთად პროდასალური ოპოზიცია, ბარიერგადალახული ოპოზიცია. ფეხდაფეხ მიყვებიან, ოდნავ ჩამორჩებიან ამ პროცესს, არის სინქრონიზაცია ქუჩასა და პოლიტიკურ პროცესს შორის თქვენთვის. ნუ 28 შორიდან, რა თქმა უნდა, შორიდან, იმიტომ მანდ არ ვიმყოფი 28 ნოემბრიდან ჩანს, რომ პოლიტიკური პარტიები ამ პროცესებს მისდევენ და ცდილობენ არ ჩამორჩენ, ისინი არ არიან ინიციატორები ამ პროცესისა. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მას აქვს ის ლეგიტიმაცია და დღესდღეობით ის არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია კოორდინირება გაუწიოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას და ამას ის აკეთებს. ამიტომ ეს ყველაფერი, ეს პროცესები, შორიდან ანახული არის პირველ რიგში საზოგადოების პროცესი, რომელსაც ცდილობენ ფეხი აუწყონ პოლიტიკურმა ძალებმა, მაგრამ ყველა დემოკრატიული პროცესის მაგალითად დიდი იმედი გვაქვს, რომ მოხდება მაინც ახალი არჩევნების ჩატარება საქართველოში, ამ არჩევნებში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიები. ჯერ არ ყოფილა არსებობს ესეთი სისტემა სამყაროში, სადაც პირდაპირ ხალხს შეეძლოს მართვა და პოლიტიკაში პირდაპირი მართლობა იყოს. ამიტომ პოლიტიკური პარტიები არის აუცილებელი ინსტრუმენტი ყველა დემოკრატიის და არ არის გამორიცხული, თუ მაგალითად ეს დღევანდელი პოლიტიკური პარტიები არ აკმაყოფილებს ყველას, იმ საზოგადოებიდან გამოსულმა ადამიანებმა ცალკე პარტია შექმნან, თუმცა რა თქმა უნდა ეს დროზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ბევრი რევოლუციური მოძრაობა გვინახავს, მშვიდობიანი რევოლუციები, რომლის შემდეგაც გამოსულმა პოლიტიკურმა ძალებმა იხეირეს, ან თუ კი მათ ვერ შექმნეს, ისევ ტრადიციულ პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ლეგიტიმაცია მიიღეს ადამდელი არჩევნებით.
კი ბატონო, ასევე საინტერესოა როგორ მოჩანს ქართულ ოცნებას უკვე შეექმნა ძალაუფლების ვაკუუმი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რასაც თვალს ვადევნებთ, კი ბატონო. გესმით ჩემი ხმა ბატონ თორნიკე? კი, მესმის, კი. როგორ მოჩანს, თქვენ როგორ ხედავთ ძალაუფლების ვაკუუმი უკვე შეექმნა ქართულ ოცნებას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მით უფრო? ნუ ხე ქვეყნის შიგნით თქვენ უფრო კარგად ხედავთ იქ არის საკმაოდ დიდი უკმაყოფილება პირველად არის ოდესაც ბიზნესიდან გაისმის ძალიან სერიოზული შეშფოთება ქვეყნის გარეთ რაც შეეხება აი ჩვენ ხედავთ რომ არც ერთი ევროკავშირი ოდესაც მიმართავს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მას მიმართავს როგორც ქართულ ოცნებას და არა როგორც თქვათ პრემიერ-მინისტრს და ასე შემდეგ ემანუელ მაკრონი ურეკავს არაფორმალურ მმართველს არაფორმალურ მმართველს ბიზნა ივანიშვილს და არა ქვეყნის თვითგამოცხადებულ პრემიერ-მინისტრს ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია რომ აღიარება არ ხდება ლეგიტიმაცია ამ ძალაუფლებას არ აქვს არის დე-ფაქტო ძალაუფლება და მას მიმართავენ როგორც დე-ფაქტო ძალაუფლებას კი ბატონო კი ისმის თქვენი ხმა კი ბატონო რას აჩვენებს ის ფაქტი რომ ქართული ოცნების წევრებმა მოლოდინებს ტრამპის მიმართ დაუწიეს ბოლო პერიოდში თუ ისინი აქამდე ამბობენ რომ როგორც ტრამპი იტყვის ისე იქნება შემდეგ უკვე ამბობენ რომ არც გადაჭარბებული მოლოდინი უნდა გქონდეს არც ისე არც ასე დღეს საერთოდ კალაძე ამბობდა რომ ჩვენს გასაკეთებლას ტრამპი ვერ გააკეთებსო რა მიქონია ამაზე გავლენა ნუ ჯერთი ძალიან უცნაურია ის ხელისუფლება რომელიც თავს იწონებდა თითქოს საქართველოს სუვერენიტეტის დამცველები იყვნენ და არც ერთ გარეშე ძალას ისინი არ უწევდნენ ესე ვთქვათ ანგარიშს უცებ იძახდნენ რომ როგორც ტრამპი იტყვის ისე იქნება ყველაფერი და მათ შორის საქართველოს ისე მოიქცევა. ნუ რა თქმა უნდა იმის მაჩვენებელია რომ ტრამპის მიერ შერჩეული ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც მომავალ ადმინისტრაციაში გადამწყვეტ პოზიციებს დაიკავებს მათი შეხედულებები რუსეთის მიმართ, უკრაინის მიმართ და საქართველოს მიმართ არ ეხამება, ასე ვთქვათ, შესაბამისობაში არ მოდის 100%-ით ქართული ოცნების მისწრაფებებთან. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ბევრად უფრო მეტ იმედებს ამყარებენ საბოლოოდ რუსეთზე და ჩვენ ნახეთ ამას წინათ საქართველოს შეიძლება ეს სერიოზულად არ აღიქვა არავინ ოდესაც ჩეჩენი სპორტსმენი ჩიმაევი ბრძანდებოდა საქართველოში ჩიმაევი არის კადიროვის პირდაპირი წარმომადგენელი ეს არ არის ჩვეულებრივი სპორტსმენი მაგალითად როგორც დაღესტნელი ხაბიბი მაგალითად ცნობილი სპორტსმენი რომელიც საქართველოს ჩამოვიდა ის არ წარმოადგენდა დაღესტნის ხელისუფლებას ჩიმაევი პირდაპირ წარმოადგენს კადიროვს ასე მისი ელჩი და მას პირველად არ აქვს ესეთი ტიპის დავალებები კადიროვისგან ეს არის პირდაპირ თითქოს კადიროვი იმყოფებოდა საქართველოში აი და ხვდება ის არა სპორტსმენებს არამედ ხვდება მართველი პარტიის გენერალურ მდივანს ბატონ კალაძეს მოსწონს ხوارად ხშირად იმის ხასგასმა რომ გენერალურ მდივანია და დამელაპარაკონ ევროპელები მეო აი ის პირდაპირ პოზირებს კადიროვის პირდაპირ წარმომადგენელთან ამიტომ მათი ნაბიჯები მიდის პირდაპირ რუსეთთან რა თქმა უნდა მათ იმედი ჰქონდათ ტრამპის რომ და აგრეთვე ტრამპის ზოგიერთი განცხადებების რომელიც მას აქამდე ჰქონდა დიდი იმედი ჰქონდათ აგრეთვე მედიაციის ტრამპთან ორბანის მაგრამ ეს ყველაფერი ასე მარტივი არ არის ჩვენ ნახავთ ახლა მომავალ კვირებში საკმაოდ გაიზრდება ზეწოლა იგივე ორბანზეც ევროკავშირის შიგნით რომ ეს სანქციები რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს მე ვგულისხმობ ინდივიდუალურ სანქციებს ქართული ოცნების მთავარ პირებზე ნაწილი მაინც იქნას მიღებული უნგრეთის თანხმობით ან ყოველ შემთხვევაში პასიური თანხმობით მაინც მაგრამ ესეც თუ არ მოხერხდა უახლოეს მომავალში აუცილებლად იანვრის თვე იქნება ძალიან დატვირთული არის უამრავი საერთაშორისო მოვლენა რომელიც დაგეგმილია იანვარში სადაც საქართველოს საკითხი იქნება განხილული და არაფერი სასიკეთო ამას არ უჩანს სასიკეთო პირი ქართული ოცნებისთვის ამას არ უჩანს იმიტომ რომ ეს წნეხი და გავლენა ზეწოლა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე დე-ფაქტო ხელისუფლებაზე მხოლოდ გაიზრდება ხშირად ამბობენ რომ ევროკავშირი არის რაღაც დიდი თბომავალი რომლის გაშვებასაც დიდი დრო ჭირდება მაგრამ როდესაც ის გაიშვება შემდეგ მისი გაჩერება არის ძალიან რთული ჩვენ ნახავთ ეტაპობრივად იქნება მიღებული გადაწყვეტილებები ის სანქციები რომლებიც წინა კვირაში მიიღეს ბრიუსელში არის
ის სანქციები, რომელიც ბელორუსის წინააღმდეგ მიიღეს პირველ ეტაპზე სხვათა შორის. ამას კიდევ სხვა ბევრი ეტაპი მოყვება, თუ კი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან არ იქნება დიალოგზე წამოსვლა და იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ითხოვს ქართველი ხალხი. ბატონო, თორნიკე, ევროკავშირის მომავალი რამდენად სწრაფად და ეფექტურად დაიძრება, ხშირად ამაზე გავლენას ახდენ შტატების პოზიციაც, ხომ სინქრონიზებული არის ქმედებები, შტატები იწყებს, შემდეგ ევროკავშირი უფრო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დააწევს ხოლმე. აი ბოლოს ვიდრე ტრამპზე ისაუბრეთ, მანამდე თქვა ბაიდენის ადმინისტრაციაზეც, რომელმაც პირველად მოქმედი მთავრობის წევრი დაასანქცირა, არის თუ არა 20 იანვრამდე კვლავ დარჩენილი დრო, რომ ნახოთ შემდეგი ნაბიჯები ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან და ასევე რა გავლენა ექნება პროცესზე IRA-ის დასკვნას, სადაც არის უმძიმესი ჩანაწერი არჩევნებზე. აქვე მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი, IRA-ის ბორდის წევრი არის მარკო რუბიო, რომელიც დაიკავებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ქვია, რომელიც არის რესპუბლიკური პარტიის ორგანიზაცია, რომელიც აფილირებულია რესპუბლიკურ პარტიასთან, რომელიც თუ არიციან კიდევ საქართველოში, რომელმაც მოიგო არჩევნები და რომელიც უმრავლესობაში არის კონგრესშიც, სენატშიც და უკვე თეთრ სახლშიც 20 იანვრიდან. და ეს ორგანიზაცია თუ არ არის სერიოზული ბატონი კალაძისთვის, მაშინ არ ვიცი რა კიდევ რა სერიოზული ორგანიზაციაა და მათ ჰქონდათ რაღაცა იმედები, რომ ოდირი, ანუ EUTOS-ის ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება არჩევნებს, მისი დასკვნა იქნებოდა რბილი. ოდირის დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ოდირი როგორც წესი არის ძალიან თავშეკავებული. მე ხშირად ვამბობდი, რომ აი რამოდენიმე კვირის წინ იყო არჩევნები უზბეკეთში და პროგრესი, რომელიც უზბეკეთმა აჩვენა წინა არჩევნებთან შედარებით, ოდირი მიესალმა ამ პროგრესს მიუხედავად იმისა, რომ უზბეკეთის არჩევნები შორს არის იდეალურისგან და დემოკრატიულისგან. ანუ ისინი ყოველ პოზიტიურ ნაბიჯს ხედავენ და ხშირად ამ ნაბიჯსაც აღნიშნავენ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში არ ყოფილა ესეთი მძიმე დასკვნა ოდირის საქართველოს ახალ ისტორიაში. 2003 წლის დასკვნაც კი უკეთესია ვიდრე ეს დასკვნა, რომელიც ოდირმა დაადო და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, კობახიძე მადლობას უხდის თუ არა. ოდირის დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველი ევროპული მთავრობისთვის, ევროკავშირისთვისაც. იმიტომ რომ ეს უკვე აჩვენებს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ვერანაირად ვერ დაერქმევა დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების სახელი. ამიტომ უკვე ლეგიტიმაცია ფაქტიურად იქნება იმისთვის, რომ მოითხოვო ახალი არჩევნები, როგორც კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი ფორმა. და ამას აუცილებლად გააკეთებენ ევროპელებიც და ამერიკელებიც. ამას შეიძლება ბაიდენზე გითხარით მოკლედ და ვიცით, რომ მატარებობე გაგვიანებთ. დიახ, რა გძანეთ? ბაიდენის ადმინისტრაციის რესურსი 20 იანვრამდე სანქციების ტალღა კიდევ შეიძლება თუ არა დამძიმდეს, მოკლედ და დაგემშვიდობოთ. ეს სანქციები ფაქტიურად უკვე მზად არის, იმიტომ რამდენჯერმე იქნა გაცხადებული სანქციები, კერძოდ ხაზინის სანქციები მზად იყო და უახლოეს დღეებში თუ კვირებში უნდა გამოცხადებულიყო. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს 20 იანვრამდეც.